მოკლედ ანტარქტიდაზე რუსებმა აღმოაჩინეს ყველაზე დიდი ნავთობსაბადო კაცობრიობის ისტორიაში. მეგობრებო, საუბარი მაქვს უედელი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილ დაახლოებით 510 მილიარდი ბარელიდან 560 მილიარდ ბარელამდე, რაც ორჯერ აღემატება საუდის არაბეთში ოფიციალურად დადასტურებულ ნავთობსაბადოებს. რამაც იმხელა ნებათა ხელვა გამოიწვია მსოფლიო კულისებში, განსაკუთრებით იმპერიალისტურ სახელმწიფოებში, რომ ანტარქტიდა მოულოდნელად ყინულის მატერიკიდან გადაიქცა გეოპოლიტიკური ინტერესის მთავარ ობიექტად. მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში შევნა ვისაუბროთ, რა პოტენციური შედეგები შეიძლება გამოიღოს ახალმა გეოპოლიტიკურმა, ესე ვთქვათ, აქტორმა, ანუ აქ პოლარული დათვები არ არიან, აქ არის მშრალი აბსოლუტურად ყინული, სადაც საერთოდ მოსახლეობა არ არის და -99 გრადუსია მან ყოველდღიურობა, რამაც შეიძლება დაცაბოს გარკვეულ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური ვნებათა ხელვა. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი, ეს ვიდეო გავუზიაროთ მეგობრებს, ასევე აღწერაშია დონაციის ლინკები, რითიც შეგიძლიათ არხს განვითარებაში დაეხმაროთ. მოკლედ მეგობრებო, მოდი ხა სანამ ჩვენ ამ თემაზე გადავიდოდით, ამას განვიხილავდით, ზოგადად განვიხილოთ რა არის არქტიკა და რა არის ანტარქტიდა, იმიტომ რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება ზოგადად რა სხვაობაა მათ შორის. ეხლა რა არის არქტიკა, პირველ რიგში დავიწყოთ. არქტიკა მდებარეობს ჩვენს ჩრდილოეთით, ანუ დაახლოებით 70% არქტიკაზე აკონტროლებს რუსეთი. რადგანაც რუსეთის ჭერზეა პრაქტიკულად მივიდით რომ ზოგს ეშლება რომ ანტარქტიდაზე ვიდგონია არქტიკა დაბლა, ეს ესე არ არის. არქტიკა მდებარეობს ჩრდილოეთით, რუსეთის მაღლა, სადაც არიან პოლარული დათვები, სადაც არის ყინვა და ძალიან ბევრი რაღაცა მსგავსი. მაგრამ, დასახლებები ასე თუ ისე არის. ციმბირის ჩრდილოეთით, უკიდურის ჩრდილოეთით. ეხლა რაც შეეხება ანტარქტიდას, მეგობრებო, ანტარქტიდა არის კონტინენტი. მაგრამ განსხვავება იურიდიულად რა არის მათ შორის? ეხლა დაბლა პინგვინები არიან ძირითადად, პოლარული დათვები არ არიან, მაგრამ არქტიკაზე შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვება და რუსეთი ამას აკეთებს, მაგრამ რუსეთის ეშელონებში მაინდა-მაინც ძალიან ჭკვიანი ხალხი არის, იმიტომ რომ განუსაზღვრელად დიდი რესურსი არქტიკაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ მიმდინარეობს მისი ათვისება. და ბუნებრივია რუსეთში არის ესეთი ტერიტორიები, სადაც ელემენტარული გაზიც კი არ არის მიყვანილი, როდესაც რუსეთი ფლობს ყველაზე დიდ რაოდენობას. ეხლა ანტარქტიდა მეგობრებო არის კონტინენტი, სადაც საერთაშორისო კანონმდებლობით კონვენციით აკრძალულია ნებისმიერი სახის ნავთობის არათუ აღმოჩენა, არამედ მისი ამოტანა შემდგომ, გადამუშავება და მისი რეალიზაცია. ეს არის კანონიერად აღიარებული, მაგრამ ეხლა როდესაც ეხება ისეთ სახელმწიფოებს, როგორც არის რუსეთი, ამერიკა, ბრიტანეთი და ასე შემდგომ, ვის ადარდებს ეს კანონები, ეს არის ბლეფი და ტყუილი. ეხლა უყურეთ რა მოხდა. რუსეთმა რამოდენიმე ხნის წინ, აქ, ეხლა მე განახებთ თქვენ რუკას გამოგიტანთ და განახებთ, რომ როგორია ანტარქტიდის კონტინენტი. ალბათ ყველაფერს კარგად ხედავთ, ხო? ChatGPT მაქვს ვახსენე. ანუ კონტინენტი იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ანტარქტიდად. მაგრამ აქ ესე ვთქვათ, საექსპედიციო მაგალითად ესე ვთქვათ მისიები შესაძლებელია, რომ ექსპედიციის ესე ვთქვათ გარკვეული მისიები მოვაწყო და შენმა ქვეყანამ რა დროშა სადმე დაგიდოს. მაგრამ არავის არ ეკუთვნის ანტარქტიდა, ეს მინდა ხაზი გაუსვათ. ეგეთ თქვენ ხედავთ დასავლეთ ანტარქტიდის თავზე უედელი ზღვას, რომელსაც აქვს ყურის ფორმა. რუსებმა დაახლოებით რამოდენიმე ხნის წინ აქ აღმოაჩინეს ძალიან დიდი რაოდენობით ნავთობი. საუბარია 518 მილიარდი ბარელი და 560 მილიონი ბარელი. ეს ორჯერ აღემატება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუდის არაბეთში ოფიციალურად დადასტურებულ ნავთობის იმას. ეხლა საუდის არაბეთს ამ ნავთობით რამხელა აქტივები აქვს სოფლიოში და რამდენად მდიდარია, ეს თქვენ არ გესწავლებათ, ნამდვილად იცით. მაგრამ მოდი ეხლა დავფიქრდეთ. ყინულის კონტინენტი, სადაც საშუალო ტემპერატურა არის -99 გრადუსიდან -100 გრადუსამდე. კონტინენტი, რომელიც არავის არ ეკუთვნის. და ბრახ უცებ ვიღაცებმა აღმოაჩინეს აქ ნავთობი. ეხლა ეს მიმი უნდა ჩაერთოს ის, რა ქვია, მაკარენა, ხო იცით ის ზაფხულში რო იდებოდა ხოლმე ნავთობს რო აღმოჩნდა ამერიკული თვითმფრინავები რო გადაფრინდებიან. დაახლოებით ეგეთი რამე. ეს ახლა რომ მივიდა ტრამპის ყურამდე და ეს საკმაოდ ეს არ გეგონოთ რომ ძალიანაც ახალია, ეს აქამდე ძალიან ცნობილი იყო. დაიწყეს ესეთი გეოპოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. გრენლანდია. ეხლა უყურეთ, გრენლანდიას არაფერი აქვს ამას, გრენლანდია მდებარეობს ხო არქტიკასთან. ამერიკამ თქვა, რომ გრენლანდია არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციით საჭირო ბიომატერიკი.
და სხვათა შორის ახლა გამოვიდა ტრამპი და დანიელებს კიდევ ერთხელ მიმართა და უთხრა ესეთი რამე რომ ახლა თქვენო იმიტომ იჩემებთო რომ გრენლანდია თქვენიაო რომ რაღაცა გემით ვიღაცა ვიკინგი მიადგაო და ოხ გრენლანდია ჩვენიაო მაგრამ იგივენაირი გემითო ჩვენს მივადგებითო და ვიტყვით რომ ჩვენიაო დანიას არ შეუძლია უზრუნველყოს მაგალითად გრენლანდიელი მოსახლეობის უსაფრთხოებაო ამერიკას ეს შეუძლიაო და ახლა გამოვიდა ამერიკა და ახლა როგორც ვიცი თქვენს გეცოდინებათ ეგ ევროკავშირის მაღალი წევრები მაღალი ეშელონები და დაასანქცია მარკო რუბიო იყო გამოსული და დაასანქცია ნუ ახლა ჩვენის განხილული გვაქვს რომ ამერიკა ევროპის იზოლაციას უკვე ეწევა და ნენელა საუბარია რომ საერთოდ ჩილო-ატლანტიკური ალიანსიდანაც გავიდეს და ეს პროცესი მემჯერა რომ დაიწყება მაგრამ აქ უკვე მიდის მეგობრებო ძალიან საინტერესო პროცესები. ამერიკა ამახვილებს რომ გრენლანდია მისთვის საჭიროა, რატომ? იმიტომ რომ გრენლანდიაში არის უზარმაზარი რაოდენობით ასევე ბუნებრივი წიაღისეული, ძვირფასი ის არ ქვია ლითონი, ნავთობი, გაზი, ძალიან ბევრი რამე, რაც დანიას არ აქვს აღმოჩენილი არ, მაგრამ რეალიზებული არ აქვს. ამერიკას რა თქმა უნდა ისჭირდება, აქ არანაირი ეროვნული უსაფრთხოების ის არ არის, ეგ რადგება კანადას აიღებს. კანადა კიდე ძალიან დიდია, ხო? ნუ კანადასაც კი ეუბნება 51 შტატი გახდებიო და საერთოდ ჰაი-ჰუიო, მაგრამ აქ რა ხდება ეხა ეს საუბარი? ეს ხო არ არის პასუხი იმაზე, რომ რუსებმა აღმოაჩინეს ანტარქტიდაზე ეს? მართალია, რომ კანონიერად ეხა არ აქვს რუსებს, რომ აქ მაგალითად ნავთობი ამოიღონ და შემდგომ ამას გადამუშავება და ოილ-რიგები დადგან აქ, ანუ საუბარი მოქვს ნავთობ გადამამუშავებელ, ესე ვთქვათ, დიდ, ესე ვთქვათ, ასე რა ქვია, ქარხნებზე და საწარმოებზე და წყლიდან რო ამოაქვს. აქ ეხა ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ ეს არის გაყინული, მეგობრებო, ეს არ დაგავიწყდეთ. ნახევარზე მეტი აქ გაცილებით უფრო მაღალი ტექნოლოგია იქნება საჭირო და ვერაცდებიან რუსები ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვარიანტი ეხა რასაც ჩემგან ხელმარჯვნივ თქვენ ხედავთ, ხო არ არის საპირწონედ ერთგვარი როგორ აი პაიკის გადაადგილებით მომხდარი ის რასაც ამერიკა აპირებს გრენლანდიაში და რუსებმა საპირისპირო დაუდეს, იმიტომ რომ გრენლანდიით ამერიკა უახლოვდება რუსეთს ტექნიკურად, გეოპოლიტიკურად, ფიზიკური რუკით, პოლიტიკური რუკით. და რუსებმა ხო არ გააკეთეს აქ საპირისპირო მაგალითად საჭადრაკო მოძრაობა რომ ამათმა პირიქით ადგნეს და საერთოდ ანტარქტიდაზე გააკეთეს პრეტენზია. და ხო ისაუცრება უცებ აქ ნავთობი აღმოჩნდა. ანუ ძალიან საინტერესო არის მეგობრებო, ეხლა მე მინდა აი აქ ჯაიმან მომწერა რა ChatGPT. ხო, აი აქ არის ზუსტად, ეს არის ანტარქტიდის რუკა, აღმოჩენა ეს ოფიციალურად დასტური, ხა მე იმიტომ მოგიყვანო რომ წყაროა დასახელებული აქ ვედელის ზღვას, ანტარქტიდის ჩილო აღმოსავლეთით სანაპირო ზონა, სადაც რუსულმა კვლევითმა გემებმა ჩაატარეს სეისმური სკანირება. სეისმური სკანირება ეს ლეგალურია, როგორც გითხარით, რომელიც ემსახურება, ნუ ძვირფასი ლითონი სხვადასხვანაირი სახის მაგალითად ბუნებრივი რესურსები, ყინულის ქვეშ და ზღვის ფსკერზე დაფიქსირდა ნავთობ-გაზის პოტენციური სტრუქტურები. ხო, ნუ ეხა ეს დასუსტება რომ ნავთობი არ ამოუღია და ოფიციალურად დადასტურებული არა და აქედან რუსეთს არაფერი ეკუთვნისო, ნუ ეს ოფიციალ ეს კანონი ერთად ChatGPT ეხა ადამიანის ბუნებას ვერ ცნობს ეხა რომ განსაზღვროს რომ კანონები დიდ სახელმწიფოებს საერთოდ არ აინტერესებთ, ხო? რატო ვერ გააკეთებენ ახლა ვერაფერს? ანტარქტიდა რეგულირდება ანტარქტიდის ხელშეკრულებით. აკრძალულია ნავთობის მოპოვება, ეკონომიკური ექსპლუატაცია. დღეს ეს არის მხოლოდ ინფორმაცია და არა ქონება. რატომ არის მაინც ხმაური? ეს თემა კარგად მუშაობს პროპაგანდაში, გეოპოლიტიკაში და მედიაში. რადგან თუ ოდესმე წესები შეიძლება მიც უკვე იცის სად რა დევს, ის იქნება წინ. ხვდებით? ანუ ძალიან საინტერესო არის მეგობრებო, აი ხა მინდა კიდევ ერთხელ განახო და ეს არის პირდაპირ შედება არქტიკა ანტარქტიდა. თქვენ ხედავთ ამ ყველაფერს ძალიან კარგად. და ანტარქტიდა არის გაცილებით დიდი უფრო, გაცილებით ცივი. და კიდევ მეტად აუთვისებელი ვიდრე არქტიკა. არქტიკაში ყინულჭრელებს იყენებს ერთადად რუსეთი და ეგეც არ არის ბოლომდე ათვისებული კი არა, რავი, 40%-ზე მეტი საერთოდ არ არის, რა ხდება, როგორ ხდება და ზოგადად, ეხლა ნავთობი როგორ ყალიბდება, ესა ძალიან საინტერესო, რომ ჩვენ მაინც წარმოვიდგინოთ ეს ჩემი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე და რასაც ქრისტიანული კრეაციონიზმი აბავს, ოდესღაც მოხდა დიდი წარღვნა, რამაც გამოიწვია ორგანული ნივთიერების შლემად გადაქცევა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში როგორც გადაიქცა, როგორც ბუნებრივი რესურსები, ხო? დაილექა, დაიშლემა და ამ გეოლოგიური ქანები, ეგრეთ წოდებული გეოლოგიური სვეტები მიცა და სადაც უფრო მეტი მაგალითად ცხოველთა მიგრაცია და ცხოველთა ფლორა, ფაუნა არსებობდა, იქაურმა გამოწვეულმა შლემმა განაპირობა ის, რომ წარმოიშვა უფრო მეტი მეშონპალა, უფრო მეტი ფოსილები, უფრო მეტი და დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გარდაიქცა სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებად. აი საუბარი მოქვს ამაზე. იმიტომ ხა არქტიკაში, ანტარქტიდაზე არ ვიცი, მაგრამ არქტიკაში მე ვიცი, რომ აღმოჩენილია მაგალითად მამონტები, რომლებიც გაქვავებულები არიან საერთოდ მდგომარეობაში. და ეს ძალიან საინტერესო მომენტებია და მე მაქვს ეგეთი ვარაუდი, მე მაქვს ესეთი ვარაუდი, რომ აი ეს პროცესები ჩვენ მოგცემს საერთოდ ახალი გეოპოლიტიკური სურათის
და ახალი გეოპოლიტიკური, ესე ვთქვათ, ნაწილის შემოღება სოფლიო პოლიტიკაში. რას უკავშირდება მაგალითად ეს გეოპოლიტიკის ენაზე, მაკინდერის ენაზე რო ჩვენ ყველაფერს შევხედოთ, ხო? მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ბრძოლა მიდის ჰარტლენდისთვის, ხო? ჰარტლენდი მაკინდერის თეორიის თანახმად არის მთლიანი რუსეთის მატერიკი. ანუ ეს ველური აღმოსავლეთი როგორც უწოდებენ. და რატო ჰარტლენდი რატოა ეს მნიშვნელოვანი? ჰარტლენდში არის ყველაზე დიდი რესურსები ერთად თავმოყრილი. მაგრამ აქ ნახეთ მარტო რესურსების თავმოყრა აქ არ არის მნიშვნელოვანი. ნახეთ ანუ რესურსები ახლო აღმოსავლეთშიც არის, მაგრამ განსხვავება რა არის ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთს შორის, რომ რუსეთი არის ერთიანი ქვეყანა, ახლო აღმოსავლეთი არის ძალიან ბევრი ქვეყანა, ხო, არაბული ქვეყნებთან შემდგარი. ანუ ეხლა სად შენ მაგალითად ერახთან, ავღანეთთან, ირანთან რო ომობ რესურსებისთვის, სად ერთი რუსეთი ყავს მტერი და ბუნებრივია მის გარშემო ალაგებ რიმლენდის პოზიციიდან ალაგებ ამ გეოპოლიტიკურ მაგალითად საჭადრაკო ამ ფიგურებს და მთელი ამ დროის განმავლობაში ებრძვი ჰარტლენდს. ნუ ძირითადი გეოპოლიტიკის ენაზეც რო გავაგრძელოთ საუბარი, მაგალითად საქართველოს ომები რუსეთთან, უკრაინის ამჟამინდელი ომი, ბალტიისპირა ქვეყნები, ანუ ვინც ესაზღვრება რუსეთს, ძირითადად არის პლაცდარმი, ანუ ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკური, მაგალითად ეს დასაყრდენი, რომელიც არის საბრძოლველი ჰარტლენდთან. ანუ რუსეთის დასუსტების მთელი იდეა და ისეთოთ აი ხა ჩვენ უფრო ღრმა წავიდეთ, მაგალითად რო გადავიდეთ რუსეთის ოქტომბრის რევოლუციაზე, ხო? აი ჯერ კიდევ იმასე რა ქვია, კომუნისტები რომ მოვიდნენ, მაგ დღიდან და მაგამდე იგეგმებოდა ეს ყველაფერი გეოპოლიტიკურად, რომ მომხდარიყო რიმლენდიდან, ანუ სოფლიო ოკეანის ერთგვარი სოფლიო მატერიკიდან დედამიწის გულზე შეტევა, ანუ ჰარტლენდზე. ნუ ეხლა ვის რამდენად გამოვიდა, რამდენად არ გამოვიდა, ეს სხვა საკითხია, ხო? და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა პირველი სოფლიო ომიდან გავიდა, მეორე სოფლიო ომი საერთოდ მოიგო, ხო? ნუ საბჭოთა კავშირმა. ნუ ცივი ომის შემდგომ რუსეთი დაიშალა, რუსეთმა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამართლებრივი მემკვიდრეს საკუთარი თავი, შემდგომ დაიწყო გროზნოს კონფლიქტები, შემდგომ დაიწყო უკვე ძველი ძერჟავის აღდგენის მცდელობები, უკრაინაში რაც ხდება, ესეც გარკვეულწილად რა თქმა უნდა კი არა, ძალიან მთლიანად უკავშირდება რიმლენდსა და ჰარტლენდს შორის არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას, რითიც დასავლეთი ეგრეთ წოდებული ვითომ რუსეთს ასუსტებს, სინამდვილეში რუსეთი უფრო ძლიერდება და აქ ეხა მე რასაც აი რუკაზე უყურებ, არის ძალიან საინტერესო, რომ თუ ანტარქტიდა გახდა ცენტრი გეოპოლიტიკური, ანუ როგორც ყველაზე მაღალი ასე ვთქვათ რაოდენობის მქონე მილიარდობით ბარელზეა საუბარი. ნავთობის აბსოლუტურად იცვლება უკვე ეს სურათი და გეოპოლიტიკაში გვემატება საერთოდ ახალი მატერიკი. რიმლენდი, ჰარტლენდი და რავი შორეული დავარქვა ჩრდილოეთი ან სამხრეთ პოლუსი. ანუ მნიშვნელობა ამას არ აქვს, ინა იმას, გინა ამას, ხო? ხო და აი ჩვენ მივიღებთ საერთოდ ახალ სცენარს უკვე პოლიტიკაში. რადგანაც ბრძოლა დაიწყება უკვე და ყველაზე მეტად ჩვენ თუ მაგალითად განვიხილავთ რა შეიძლება მიზეზი რა იყოს მესამე მსოფლიო ომის, მოდი ჩავთვალოთ ესეთი თემა რომ არსებობს სცენარი მესამე მსოფლიო ომის, ყველაზე რეალური არის ეს. რადგანაც აქ პრეტენზიას წააყენებენ რუსები, ამერიკელები, ბრიტანელები, რავი ფრანგები სიტყვაზე რატომაც არა. ხო ძალიან ბევრი ქვეყანა რომელსაც რაღაცა ნაოსნობაში და გეოპოლიტიკაში, ნუ ამერიკა, რუსეთი მთავარი და ასევე ჩინეთი არ დაგვაუწყდეს. ამიტომ მე მგონია რომ ეს დროთა განმავლობაში ნუ ეხა თავის ფეხს აუცილებლად გამოაჩენს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დადასტურებული იმიტომ კი არ არის, ახლა ChatGPT ამას 60 წყარო ვერ იპოვა რომ არა, ეს რა თქმა უნდა დადასტურებულია, მაგრამ ოფიციალურ წყაროებში არ იწერება ჯერ, იმიტომ რომ ჯერ აქ მიდის გადალაგება ამ ყველაფრის, დახარისხება ამ ინფორმაციის და შემდგომ საფრთხიდან გამომდინარე დაიწყება უკვე ამ მოვლენების შეფასება. ამიტომ მე მგონია რომ ძალიან საინტერესო გეოპოლიტიკური ცვლილებები გველოდება წინ. საინტერესო იქნება რა იქნება ამერიკის პირდაპირი პასუხი ამაზე, იმიტომ რომ მეტი არა ჩემიტერი რომ ამერიკამ რუსეთს ახლა ხელფეხი გაუხსნას და როგორც ისე ადგეს და შეუშვას და მიდი და ამოიღე ახლა ეს ნავთობი და მიდი რეალიზაცია დაიწყო, იმიტომ რომ რუსეთი ამით ხდება უმდიდრესი სახელმწიფო, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ქვეყანა, ვისაც კი ოდესმე უარსებია. და ამის უფლებას ახლა რომ ამერიკა არავის არ აძლევს და ნავთობზე რომ ამერიკა დაგეშილი ავჩარკა წაღლებით არის, ეს ცხადია. აქედან გამომდინარე, მგონია რომ ამერიკას ექნება ძალიან ხისტი რეაქციები, მათ შორის გრენლანდიასთან მიმართებაში, ეს იქნება ასიმეტრიული, რა თქმა უნდა. მე მგონია რომ გრენლანდიის საკითხიც დროთა განმავლობაში მოგვარდება და დანიაზე ნენელა აეხება თავისი ეს ეგრეთ წოდებული ვიკინგების ჩრდილოეთ მიწები, რომელსაც მეტი არა ჩემტერი ხა ევროპაში არსებულმა ძალებმა ხა ამერიკას წინახდრობა გაუწიონ, მაგრამ თუ ესე მოხდა, რუსეთი ძალიან იაქტიურებს ანტარქტიდაზე, რადგანაც გრენლანდიით ამერიკა რუსეთს კიდევ უფრო უახლოვდება
და ანტარქტიდით კიდე რუსეთს ექნება ძალიან დიდი ეკონომიკური ბუსტერი, რომელიც მის თელს შიგა პროცესებს და ყველაფერს აქცევს კოლოსალურად დიდი სახელმწიფოსა და რავი მესამე რომი კი არა, ეგ იქნება თუ იქნება რა საქამდე არსებულო. ხო და ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება. ამჟამად ეს ინფორმაცია ცნობილი, მეტი არაფერი არ არის ოფიციალურ წყაროებში და არ მინდა ხარმად ჩაუყვე რაღაც თეორიებს, ამიტომ თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, რა ვარაუდები გონიათ, რამდენად რეალური გონიათ რომ რუსები აქ დაიწყებენ ამ ყველაფრის უფრო მეტ გაგრძელებას საექსპედიციო კვლევები და შემდგომ ნავთობის ჭაბურღილების გაჩენა და მრავალი სხვა წერტილი, დაწერეთ თქვენი აზრით რა პროცესები წარიმართება ამ კონტინენტის, ამ ყინულის კონტინენტის გარშემო და ვნახოთ, აბა ვისი აზრი უფრო დაემთხვევა მომავალში და თუ კიდევ რამე ცვლილებები იყო, მე აუცილებლად გავაკეთებ ამ ყველაფერზე კომენტარს და აუცილებლად გაცნობებთ მეგობრებო. ნუ დღეს სულ ეს იყო, მეტი არაფერი არ არის ამ თემის გარშემო, უბრალოდ ბევრი მოთხოვნა იყო ჩემი გამომწერებიდან, რომ ესე თქვა, რა მეხსნა ეს ყველაფერი, ალბათ რაღაც დონეზე გავაკეთე, არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, რა ვიცი, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და რამოდენიმე დღეში ისევ დაგემოვნდებით. დროებით.